მოგესალმებით ჩემო კარგებო, მინდა გამოვეხმაურო ძალიან ირონიულ ფაქტს რა. კოცებმა კიდევ ერთხელ დაცინეს მთელ გაჭირებულ ქართველებს და სტატისტიკის სამსახურიც ქონიათ მაგათ და ესე დაუდგენიათ მაგ სტატისტიკის სამსახურს, რომ 250 ლარი არისო საარსებო მინიმუმი ამ ფაში ახლა იარსებებს რა. ხა კობახიძეს იქ რა ჩვენი ქვეყანა რო გამოიყვანა ისე რომ შექმნა ეს ილუზია სადღაც ეთყობა კოცების კაბინეტში არის მარტო ასე სადაც უკვე ევროპულ ქვეყნებს გადაუსწარით ამის ამერიკას გაუჭერით წინ და რავის პირველი დავჯექით თვარეზე მინდა მაგას ვკითხო რა 250 ლარად შეუწმინდესო არაკორუფციულო ნაბიჯვარო შენი შვილები უკაცრავად რა პუჩისტის მამიშვილო და მისი შვილიშვილები 250 ლარს. შემიძლია დაგისვა შეკითხვა, რამდენ საათში ერთხელ ხარჯავენ? 250 ლარად მთელი თვის განმავლობაში. უბრალო კაცმა როგორ უნდა იცხოვრო, სადაც ჰაერიც კი ფასიანი გახადეთ, თქო დაატირებულებო რა. არა, ჩვენ არ ვარღვართ როგორც ხალხი. ნუ გამომიყვანთ ახლა მე ქართველი ერის მაგინებლად, მაგრამ ამას რო უყურებს მთელი ერი და დუმს. არა, მაგარი ამდა ჯორი, რა ჯორი, ის ჯორი. სადარსებობს რამე მოიძებნება ამაზე ამტანი, ცოცხალი ჰომოგენური მასა, როგორც ქართველია. არა, ძმაო, მე არ მეგულებ. ჩვენ ყველაფრის უფლება წარწმეული გვაქვს გარდა იმისა, რომ ავიტანოთ, ვიტანთ ჩვენივარ და იძახიან კოცები შეგარგოთ ღმერთმა. შეგვერგოს